გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვეთამაშები ერთ-ერთ გამომწერს, ერთ-ერთზე, ვისაც ფრენდლი მატჩები გინდათ, რომ ვითამაშოთ თქვენთან ერთადაც და გეთამაშოთ ნებისმიერს. თხოვნა რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და ასევე მოკლედ დატოვოთ კომენტარი. ყველა მისის კოდი უკვე რა არის. აქედან გამომდინარე მარტივია რომ ამ კოდზე ვითამაშებ და 3.26 რა სტრიმის დროს რაც კოდია, იმ კოდზე ვითამაშებ ჩვეულებრივ სტანდარტულად. მოკლედ, ნახოთ ახლა რა იქნება. პირველ რიგში ბურთი მისია. ამავდროულად ონლაინ მატჩების, ფრენდლი მატჩები მინდა რომ ტურნირის სახით ვაქციო და რა თქმა უნდა მოგებულს ტურნირისა აუცილებლად კარგ პრიზს გავუთამაშებ, არ იქნება ეს პატარა პრიზი. ამიტომ იმედია რომ დათანხმდებით და ითამაშებთ. ნუ ხო არ განიხილება მაქსი გუნდები, განიხილება შეძლებული გუნდები, ანუ 80 ოვერალები, მაგრამ არა მაქსი. მე არ ვიძახი ახლა full max გუნდზე არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს უბრალოდ ახლა full max-ი რო ეთამაშება არა გამაქსულ გუნდს რა, იმიტომ რომ Dream League-ში როგორც იცით, ნუ ვინც იცით, ნუ არ ვიცი, მოკლედ მოგეხსენებათ რომ არა მაქსი გუნდი, რავი, თითქმის უაზრობა არა მაქვს გუნდზე თამაში და დონარუმამ რა თქმა უნდა ეს ბურთი მარტივად მოიგერია, ნუ ცოტა იქ მე ვიჩქარე, მაგრამ ეგ არაფერი მეორე ბურთზე უნდა ვიბრძოლოთ. და ესეც ვახ ლამის კუკურელია თუ კუკურეირა თუ რავი რა ქვია მას ბუჩკი კაროჩე ბუჩკი დაუძახოთ, იმიტომ რომ ამის სახელი მე ნაღდა და ვიცი კუკურეირა თუ კუკურეილა თუ ლა აქ პენალტი, ანუ რუდიგეირო დაგეტაკება, პენალტი კი არა, პირდაპირ საოპერაციოში უნდა გახვიდეთ და სუკერს რა თქმა უნდა რომ მოუხსნით ზემარტივად, ამაზე ორი აზრი არა. პენალტებს როგორ ხდები, რანაირად ვხდები, ამ ყველაფერს აგიხსნით. თუ რა თქმა უნდა დაგაინტერესებთ, რომ ხშირ შემთხვევაში ამართლებს რა, ეგ ტაქტიკა პენალტების, ხო და დონარუმამ კიდევ რა ვიცი, მაო დონარუმამ მეტი არა ძმაო, დონარუმა ამ სეზონში დონარუმ არის ერთ-ერთი აი უმაგრესი მეკარე რა. ანუ ტიპი იღებს არარეალურ ბურთებს, ნუ სტრიმზე ვინც იყავით, გეცოდინებათ, განახეთ, რა ბურთები აქვს ანაღები და რა თქმა უნდა იხაც იჩინა დონარუმას სკილებმა თავი. ნუ დონარუმ არის გამაქსული, მე არ მაქვს საუბარი მეკარე თუა გამაქსული, მეკარის მაქსი დიდად პრობლემას არ შემიქმნის, მაგრამ ვინისიუსია, მაინც იქ საკას ფლანგზე მყავს კაი შემცვლელი სკამი, ლამინ იამალი და ნუ კიდევ ბევრი და აქ გადავრჩებით, რა თქმა უნდა. შვენიერი ოდეგარდი ყავს. ოდეგარდი არა ცუდი ნახევარმცველი, მაგრამ არც ისეთი მარტივი და ძლიერია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თხოვნა რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო და ხო 450 გამომწერზე იმედია მალე ავალთ. ნუ 500 მაქვს მიზნად, მაგრამ ჯერ მოდი 450-ზე დავკმაყოფილდები და ვიდეოს, აი ამ ვიდეოს აი რავი, რამდენი იყოს მიზანი? მოდი 25 ლაიქი იყოს მიზანი რა თითო ვიდეოზე, მოკლედ რა. 25 ლაიქის შემდეგ დავდებ კიდევ ახალ ერთ-ერთზე თამაშის ვიდეო. 3.26 არის კოდი და ვისაც გაგისწორდებათ, ყველას გეთამაშები და დეიონგი თავისი მარჯვენათი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე დეიონგს არ გაუვარდა. დეიონგი მოგეხსენებათ, ვისაც ყავს რა შეუძლია და როგორ. 2-0, ნუ ეხლა დიდალბებით თამარი დირექტებს, მაგრამ ეგ არაფერი თავარია. თამაში არის შედეგიანი და კუკურეირა, ნუ ეხლა ფინანსებიდან გამომდინარე ყავს ადამიანს, მაგრამ მე რომ სულ რომ ფული არ მქონდეს, კაი მცველის და კუკურეირა იყოს იქ და რომელიმე კაი განაპირა მცველი
დამიჯერეთ კუკურეირაზე ფულს არ დავხარჯავდი და ავაგროვებდი უბრალოდ ვინმე სერიოზულად, აი მაგალითად ბალდი ეხა კუკურეირას მირჩევნია 100-ით, ხო სტატებით კუკურეირა ჯობნის თუ არ ვცდები ბალდის, მაგრამ სტატებით ანუ მე ვიძახი რომ 80 ვერალიანია და ბალდი არის 76-იანი, მაგრამ ბალდი კუკურეირა ბალდისთან ახლოსას ვერ მიიღო. იმიტომ რომ ჯერ ბალდი სწრაფია, მეორე დაცვა აქვს, რავი, საუკეთესო რაც კი შეიძლება ბალდის. მოკლედ რა. ბალდი არის ერთ-ერთი უმაგრესი, რავი. განაპირა მცველი და აქ რა კაი ბურთი მოიგრე კარში მიიღავს სხვათა შორის. არ მინახია და დაგვიტყვა ამის ჩვენ ფეხბურთელი ნუ მოგვიკლეს ეგ არაფერი გავაცოცხლეთ შემდეგ ვინისიუსი ვაიმე ესეთები არა და გადიოდა ადრე მე ვიძახე ხო ვინც დასაწყისში თამაშობთ დაბალ დივიზიონებში ნუ ესეთები კუთხურიდან ბლომად გავა და აქ დეიონგი რა თქმა უნდა ვალვერდე შენ მაინც რა ტიპო კორტუა ყავს კარში. ნუ კორტუა როგორც გეუბნებით დაბალ ბურთებს არის ძალიან სუსტი. იმიტომ რომ მაღალი როა. რეფლექსები კი კარგი აქვს, მაგრამ დაბალი ბურთები ძალიან უჭირს. ანუ მან რეფლექსები უკვე აღარ შველის ტიპო კორტუას. და ეს ხელიც მორჩა 2-0. კილოცა მეგობრებო რომ პირველი მოგება ფრენდლი მატჩების. მოკლედ, ესეთ ვიდეოებს გაგრძელება თუ გინდათ, რა თქმა უნდა უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და დამიწეროთ ამ ვიდეოს ქვემოთ, ვისაც გენდომებათ. TikTok-ზე ალბათ ან Discord ჯგუფს გავაკეთებ და იქ შევბირავთ ხალხი ერთ-ერთზე თამაშებს. მოკლედ მეგობრებო, კარგი თამაში იყო. მართალია დამარცხდი, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი ხდება და იმედია შემდეგში ორი ამდენჯერ მომიგებ შემოძრავ. ნახვამდის ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ არხის გამოწერისთვის და ლაიქებისთვის და იმ მცირე აქტივობისთვის, რაც არის ამ არხზე. დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.